ვიაზრებ, რომ ვარ ტოქსიკურ ურთიერთობაში, მეუღლესთან, პარტნიორთან, მაგრამ არ შემიძლია წავიდე, იმიტომ რომ მიყვარს. გამარჯობა. შენ ხარ დღეს სივრცეში, სადაც განვიხილავთ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას და დღევანდელი თემაა ის, რისი არსიც და გაგებაც დღევანდელობაში ყველაზე მეტად დამახინჯებულია. თუ რა არის სიყვარული? და ყველაზე ხშირად სიყვარულით იფარება არასწორი საქციელები, მოქმედებები და კარგი მოქმედებებიც. როცა ქალი რჩება ურთიერთობაში, სადაც ის არ გზნობს თავს კარგად და მასზე კითხებიან, რატომ არ მიდიხარ? ის პასუხობს, იმიტომ რომ მიყვარს. მე გულის ადამიანი ვარ. ეს უგულობაა, რომ წავიდე მივატოვო. სადაა სიყვარული? ის სიყვარული, რომლისთვისაც მთებს გადავდგამთ. ის მტანჯველი სიყვარული, როგორც კლასიკოსებმა დაგვიტოვეს. სადაა მაშინ ეგ სიყვარული? თუ ჩვენ მივდივართ იქიდან, სადაც თავს ცუდად გვგრძნობთ. მოდი ვნახოთ. უმრავლესობა დამეთანხმება, რომ სიყვარული არის ის, რომ სხვას უსურვო ბედნიერება და მიიღო ადამიანი ისეთი, როგორიც არის. ეს ყველაზე მთავარი კომპონენტია. მიიღო ადამიანი ისეთი, როგორიც არის. ესაა სიყვარული. მაშინ ადამიანს შეუძლია თქვას. ამიტომაც ვრჩები, რომ კი, მე არ ვარ ბედნიერი, მაგრამ ვიღებ მას, როგორიც არის. და ამ დროს სადაა თქვენი თავი? არ გახსენდებათ? თქვენა კარგად ხართ თუ ცუდად? როცა თქვენ ლაპარაკობთ სიყვარულზე, სიყვარულის უნარზე, აქ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ საკუთარი თავი, რომ სიყვარულის უნარი განუყოფელია უნარზე გიყვარდეს საკუთარი თავი. უნარზე მიიღო საკუთარი თავი. უნარზე საკუთარი თავის ბედნიერების და განვითარების. ამიტომ, როცა ქალი რჩება მტკივნეულ ურთიერთობაში, იქ სადაც შეიძლება აღარ დარჩა არც ურთიერთ გაგება, არც ურთიერთ პატივისცემა, ის აგრძელებს ყოფნას დამანგრეველ ურთიერთობაში. მას არ აქვს უფლება ახსნას ეს სიყვარულით. რატომ? იმიტომ რომ აქ არანაირი სიყვარული არ არის. თქვენ არ შეგიძლიათ გიყვარდეთ ადამიანი, რომელიც გაყენებს ტკივილს, რომელიც განგრევთ. ამას სხვა სიტყვა ქვია, ეს არის მაზოხიზმი. რატო ვამბობ ამას ასე დარწმუნებით? იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია სიყვარული იმაზე მეტი, ვიდრე უყვარს თავისი თავი. თქვენი საყვარელი ბავშვების მიმართ, თქვენი კაცის მიმართ, თქვენი ნათესავების მიმართ, ნებისმიერი ვინმეს მიმართ, ის არ შეიძლება იყოს იმაზე მეტი და იმაზე სუფთა, ვიდრე საკუთარი თავის სიყვარულია. როცა ვამბობ სუფთა, იგულისხმება მისი გამძლეობა, მისი დონე, მისი ამაღლებულობა. კი, შეგიძლიათ გიყვარდეთ სხვა ადამიანები, მაგრამ არც 1 მილიმეტრი და არც 1 გრამით მეტი, ვიდრე გიყვართ საკუთარი თავი. და თქვენი სურვილი უსურვოთ ადამიანს განვითარება, განუყოფელია უსურვოთ იგივე საკუთარ თავს. და თქვენი სურვილი უსურვოთ სხვას ბედნიერება, განუყოფელია უსურვოთ იგივე საკუთარ თავს. და მიღება სხვა ადამიანის განუყოფელია მიღება საკუთარი თავის, საკუთარ თავთან. ახლა დავბრუნდეთ სიტუაციაში, სადაც ქალი რჩება ტოქსიკურ ურთიერთობაში, სადაც კაცი აყენებს ტკივილს. მოდი ვიყოთ სამართლიანები, ცოტა ქალიც აყენებს ტკივილს, არ არსებობს არაფერი მიზეზის გარეშე. შემთხვევით არ რჩება გამანადგურებელ ურთიერთობაში. ამ დროს ის არ ეხმარება თავის კაცს გაზრდაში. როგორ ფიქრობთ? რა მისცემს კაცს ბიძგს, რომ გაიზარდოს? მისი დარჩენა თუ მისი წასვლა? ალბათობა იმისა, რომ ამ დროს კაცი შეიცვალოს, არის მაშინ, როცა ქალი წავა და მისცემს საშუალებას გაიაზროს, რომ ადამიანებთან, ყოველ შემთხვევაში მასთან, ასე მოქცევა არ შეიძლება. მე ვთქვი ალბათობა. რატომ? იმიტომ რომ თქვენ არ შეგიძლიათ აკონტროლოთ, როგორ მოიქცევა ადამიანი და როგორ გამოიყენებს ამ გაკვეთილს მირთმეულს ქალისგან. შეიძლება ჩაფიქრდეს და შეიცვალოს.
შეიძლება შემდეგ ურთიერთობაში იყოს სხვანაირი მამაკაცი და ისევ ეს იქნება მისი არჩევანი, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ შეიცვალოს, როცა ქალი რჩება და ითმენს, ნულის ტოლია, თითქმის ნულის ტოლი. თუ სხვა შემთხვევა არ მოხდა, ვთქვათ, ჯანმრთელობის დაზიანება, ავადმყოფობა, ან რამე მტკივნეული ცხოვრებისეული, რომელიც მისცემს საშუალებას გადახედოს თავის ცხოვრებას. მაგრამ ეს ქალი თავისი მოქმედებით, ის რომ რჩება მასთან, ითმენს ამ ურთიერთობას და ეგუება იმას, რომ ცუდად არის, არ აძლევს საშუალებას კაცს, რომ შეიცვალოს. როცა თქვენ ტკივილს გაყენებს, თქვენ არ შეგიძლიათ უსურვოთ ადამიანს განვითარება და გაზრდა. ეს ილუზიაა. როცა ადამიანი ფიქრობს, რომ მე მინდა ვუსურვებ მას ყველაფერს კარგს, ეს არ არის სიმართლე. თუ თქვენ ცუდად ხართ, თქვენ არ შეგიძლიათ უსურვოთ ადამიანს ბედნიერება და განვითარება. და როცა ქალი მიდის ურთიერთობიდან, ის მიხვდა, რომ ის არ არის მისი კაცი, ან მას არ შეუძლია მიიღოს იმ კაცისგან ის, რაც მას სჭირდება, ამით ის იტოვებს სივრცეს და უფლებას. თავის ცხოვრებაში ჰქონდეს კაცის მიმართ მინიმუმ პატივისცემა და სურვილი, რომ ის იყოს ბედნიერი და განვითარდეს. ნამდვილი სიყვარული არის, როცა ადამიანს უსურვებ იყოს ბედნიერი, მიუხედავად იმისა, ის ადამიანი არის თუ არა თქვენთან. კი მტკივნეულია გაუშვათ ადამიანი, რომელიც გიყვართ, ამას აკეთებთ სუსტად სიყვარულით, გააზრებით, რომ ინარჩუნებთ მასთან კეთილ ურთიერთობას და შეიძლება ასე მას აძლევთ საშუალების ალბათობა, არის იმის საშუალება და ალბათობა, რომ ის შეიცვალოს. და როცა ადამიანი მოქმედებს ასეთი სიყვარულით, ხშირი მოვლენაა, რომ ურთიერთობა შემდგომ აღდგება, უკვე სხვა დონეზე. როცა თქვენი სიყვარული, თქვენი მოქმედება მტკივნეულია ორივესთვის, მისცემს საშუალებას რაღაც ღრმა გააზრებისკენ. ეს არის სიყვარული. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანის მიმართ სიყვარული გამოიხატება იმაში, რომ მას უსურვო ბედნიერება და მიიღო ისეთი, როგორიც არის, იგულისხმება, რომ ჩვენ შეგვიძლია ადამიანი დავტოვოთ თავის სივრცეში, თავის თავთან, მიუხედავად იმისა, რომ გიყვართ. თქვენ აძლევთ უფლებას მას იყოს საკუთარი თავი და არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, ყოველგვარი პრეტენზიების, იარლიყების, მიკერების გარეშე და ჩვენ თავსაც ვაძლევთ უფლებას ვიყოთ ჩვენი თავი. ეს არის სიყვარული. მოდით შევეხები კიდევ ერთ თემას, მიფს, უფრო სწორედ მავნე მიფს. მიფს, რომ თითქოს სიყვარული შეიძლება ადამიანის, ანუ მხოლოდ იმ ადამიანის, როცა მისი ფასეულობები და ჩვენი ფასეულობები ერთმანეთს ემთხვევა, რომელთანაც კომფორტულად ვართ, რომელიც ჩვენ გვიხდება, ვისთანაც ყველაფერი გასაგებია, ინტერესები ემთხვევა, თითქოს მაშინ არის მხოლოდ იდეალური ურთიერთობა და მაშინ არის ნამდვილი სიყვარული. სინამდვილეში ასე არ არის, ყოველთვის ასე არ არის. ასეც ხდება, რა თქმა უნდა, როცა ყველაფერი იდეალურად არის, როცა ადამიანები ერთი მიმართულებით იყურებიან, ერთი ჰაერით სუნთქავენ და აქვთ ნამდვილი სიყვარული. თუმცა ხშირად არის, რომ ჩვენი სიყვარული გამოიხატება და გამოიწვრთობა და ღრმავდება იმ მომენტებში, როცა ვსწავლობთ სხვა ადამიანის მიღებას, რომელიც თქვენს გვერდით არის, თავისი შიშებით, მისი მარცხებით, მისი დიდი ნაკლოვანებებით და თქვენ რჩებით მასთან, გიყვართ ის, გვერდში უდგახართ იმ ზღვრამდე, სადამდეც არ იწყებს თქვენს ნგრევას. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ღებულობთ ადამიანს, რომელიც გვიყვარს, მისი ნაკლოვანებებით, ამ მომენტში ჩვენთან გვახსოვს და გვაქვს მხედველობაში, რომ უსურვებთ თავს ბედნიერებას. თქვენ არ აპირებთ ტანჯვას, არ აპირებთ თქვენი მიზნების შეცვლას, თქვენი თვითშეფასების გრევას, მხოლოდ იმიტომ, რომ ის რთულია. რჩებით და იღებთ ადამიანს იმ მომენტამდე, იმ შემთხვევაში, თუ არ ეცემა თქვენი თავის პატივისცემა, თქვენი თვითშეფასება, არ ინგრევით როგორც პიროვნება.
და ჭკვიანი ქალი ყოველთვის გაარჩევს რა არის მნიშვნელოვანი და რა არა. ჭკვიან ქალს აქვს თავისი შინაგანი ბირთვი და თვითშეფასება. ის არის მთლიანი პიროვნება. ის იაზრებს რა ანგრევს მას და რა არა. როცა ქალს არასაკმარისი თვითშეფასება აქვს, ყველაფერს იღებს მტკივნეულად. ძლიერი ქალი არის ის, ვისაც თავისი ესმის. მაშინ მისთვის ადვილია გაფილტროს ადამიანებში ის თვისებები, რომლებიც მას ავნებს თუ არ ავნებს. ანუ სინამდვილეში იცის რა არის მნიშვნელოვანი და რა არა. მაგალითად, არ აქვს მნიშვნელობა, რომ მას არ უყვარს, თქვათ, ჯგუფი ან მომღერალი ან წიგნი და ასე შემდეგ, რომელიც თქვენ გიყვართ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ის პატივს სცემს თქვენ მშობლებს. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თქვათ, რომ მას არ უყვარს მეგობრებთან ხშირად სტუმრობა, წასვლა და ურჩევნია თქვენთან იყოს საღამოობით. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ მეგობრებთან ერთად და დრო გაატაროთ, როცა თქვენ გინდათ. როცა ორი ადამიანი სწავლობს, იყოს გვერდ, როცა არ ზღუდავენ ერთმანეთს, ყოველ შემთხვევაში მინიმალურად ზღუდავენ. პატივს სცემენ ერთმანეთის თავისუფლებას, სწავლობენ ერთმანეთის გვერდში დგომას, გაგებას და შეხედონ სამყაროს ერთმანეთის თვალებით. ამავდროულად ცდილობენ არ ატკინონ და არ დაანგრიონ, არ უმტკიცონ და არ ეჯიბრონ ერთმანეთს. როცა გვერდ არიან და უნდათ პარტნიორი გახადონ უფრო ბედნიერი, აძლევენ უფლებას იყონ თავის თავში ამ ურთიერთობაში. აი მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ნამდვილ სიყვარულზე. ხშირად ხდება ასე, რომ ქალი არის ბედნიერი იმ კაცთან, რომელთანაც არ წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც ხშირად განსხვავდება მის იდეალისგან. ხშირად ქალი იხსნება და ბედნიერდება იმ კაცთან, რომელიც არ შეესაბამებოდა მის ფანტაზიებს. მან დაანგრია ილუზიები, ისწავლა მნიშვნელოვანის გარჩევა არამნიშვნელოვანისგან. მიიღო და შეიყვარა ის მხარეები, რომლითაც განსხვავდება მისი კაცისგან. ეს ის მხარეებია, რომელიც აძლევს მას საშუალებას იყოს თავისი თავი. არ ინგრევა, არ ითრგუნება, ანუ ორი ადამიანი ურთიერთობაშია როგორც ლამაზი ცეკვა, თითქოს თავის როლს ასრულებს. ანუ თითეული თავის როლს ასრულებს ცალ-ცალკე, თან ერთად არიან და თან მათ შორის სივრცეა. თითეული რჩება თავისი თავი. საინტერესო რამეა ეს სიყვარული. დრო მოვიდა ჩვენ შინაგან სამყაროზე ვიმუშაოთ. და არის ასეთი შეკითხვა. თქვენს გარშემო რა გამოიხატებოდა სიყვარულის მტკიცებულებად, რა იგულისხმებოდა სიყვარულში? თუ დააკვირდებით, მიხვდებით თუ რატომ არის რთული, ნამდვილი, ხანგრძლივი, ჯანსაღი ურთიერთობის აწყობა. იმიტომ რომ შეგნება და წარმოდგენა სიყვარულზე ძალიან მნიშვნელოვან გრძნობაზე ჩვენს ცხოვრებაში დამახინჯებულია თავიდანვე. ყველას გისურვებთ ნამდვილ სიყვარულს. მომავალ შეხვედრამდე.